პარიზის სასამართლო აგრძელებს ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის მარინ ლეპენის სააპელაციო სარჩელის განხილვას, რომელზე პასუხიც განსაზღვრავს ჩაერთვება თუ არა ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლაში. პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრული საქმე ეხება ბრალდებას, რომელთაც მას კანონმდებლობის დარღვევასა და ევროკავშირის სახსრების პარტიული მიზნებისთვის გაფლანგვას ედავებიან. გამოძიების ვერსიით ეს 2004-დან 2016 წლის ჩათვლით პერიოდში ხდებოდა, რაც სრულად ეწინააღმდეგებოდა როგორც საფრანგეთის, ისე ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოებს. არც ლეპენს და არც საქმეში სხვა ბრალდებულებს არ უარყვიათ, რომ შესაძლოა საქმეში დანაშაულის ნიშნები არსებობდეს, თუმცა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ევროპარლამენტი დაადანაშაულა. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით მათი მხრიდან შეშფოთება დროულად უნდა გამოთქმულიყო, მით უმეტეს, რომ როგორც ერთ-ერთი სასამართლო განხილვისას განაცხადა, არაფერი დამალულა და არსებობდა საჯარო ხელშეკრულებები თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. სააპელაციო სარჩელით, რომლის თანაავტორია საქმეზე ბრალდებული კიდევ 10 პირი, მარინ ლეპენი მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას, სადაც ის ამ საქმეზე დამნაშავეცნეს. თუ კი 12 თებერვალს სააპელაციო განხილვების დასრულების შემდეგ ძალაში დარჩება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მარინ ლეპენის პოლიტიკური გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვლება და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მას საკუთარი ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიის ეროვნული გაერთიანების ახალგაზრდა ლიდერისთვის ჟორდან ბარდელასთვის მოუწევს ასპარეზის დათმობა. ვის რეიტინგიც საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად მზარდია.